პირველი სტუმარი გახლავთ თამაზ დაუშვილი კომპანია დიოს მმართველი პარტნიორი დილომშვიდობისა ბატონ თამაზ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და პირველ რიგში მინდა რომ გკითხოთ თქვენთვის რა არის დღევანდელი დღე მთავარი რაც ქვეყნის დამოუკიდებლობას და 26 მაისთან მიმართებით გახსენდებათ როგორც მოქალაქეს და მე როგორც უკვე ბიზნესმენს. დიდი მადლობა თათია, მეც გილოცავთ. მიგულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ქვეყნის შიგნით ქვეყნის გარეთ და მე ჩემთვის ძალიან ემოციურია ეს დღე, იმიტომ რომ ღვთაა ჩვენ თაობას პატივი ყოფილიყავით მომსწრენი ამ მოვლენების თუ როგორ მოვიდა საქართველოს ეხანდელი ესე თქვა დამოუკიდებლობა. ჩვენ ბევრი რამ არ ვიცოდით 26 მაისის შესახებ და მაშინ გავიგეთ პირველი რესპუბლიკის შესახებ და ამიტომ ჩემი ემოცია არის დაკავშირებული იმასთან თუ როგორ მოხერხდა, როგორ მოახერხეთ ის რომ ხელმეორედ მოიპოვეთ დამოუკიდებლობა, ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი საქართველო და ახალ საქართველოს დაბადებასთან ერთად დაიბადა ბუნებრივია ახალი ბიზნეს საზოგადოებაც და ჩვენ ერთად სწავლობდით თუ როგორ უნდა გვეშენებინა როგორც სახელმწიფოების სტრუქტურები, ასევე ეკონომიკა და ბიზნესის წესებსაც სწავლობდით. ბევრი პერიპეტიები იყო პერიოდში, ბევრის გახსენება ვიწევს ხოლმე, განსაკუთრებით დროს საშუალება მაქვს ახალგაზრდებთან კომუნიკაციის, მათ უყვებით ძალიან აინტერესებთ მათ ხოთა შორის ის მოვლენები, როგორ დაიბადა ახალი საქართველო და რა ხდებოდა მაშინ ჩვენს ქვეყანაში. ძალიან საინტერესო ალბათ შედარებაც როგორი იყო მაშინ ბიზნეს თქვენ უკვე ბევრი წელია ქართულ ბაზარზე ხართ და საინტერესო ალბათ პარალელების გავლებაც როდესაც საუბრობთ რომ ბიზნესის ნაწილიც დამოუკიდებელ საქართველოში განვითარდა ბევრ სამწუხაროდ არ ეთყობა ხოლმე ეს იგივე პოზიციებზე განცხადებებზე და ასე შემდეგ. აი როგორ აფასებთ დღეს არსებულ მდგომარეობას ქართული ბიზნესის როლს თავისუფლებისადმი მათ არ ვიცი დამოუკიდებლობებს და ასე შემდეგ. აი რა შეიცვალა 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოში. დიახ, ჩვენი კომპანია მომავალ წელს 30 წლის გახდება. ჩავთვალოთ რომ აი ახალ დამოუკიდებელ ქვეყანასთან ერთად ცოტა პატარა და ცოტა დაიბადა, ცოტა გვია დაიბადა, მაგრამ ყველა იმ მოვლენას მოვესწარით, რაც მაშინ ხდებოდა და ჩვენ თვალწინ შეიცვალა და განვითარდა ქვეყანა, რა პრიმიტიული იყო რა თქმა უნდა მაშინ ბიზნესის წარმოება, ბევრი პრობლემა იყო, არ არსებობდა სახელმწიფო სტრუქტურები, ჩვენ თვალწინ იბადებოდა საბაჟო საგადასახადო სისტემა, მერე იყო ძალიან ასე ვთქვათ დიდი პრობლემები კორუფციის თვალსაზრისით, ბიზნესი არ იყო ისეთი ხალხგაშლილი როგორც უნდა ყოფილიყო, შემდეგ რეფორმები, შემდეგ სხვა პრობლემები, რომელიც მოყვა ბიზნესის ასე ვთქვათ ზედაწოლის კუთხით, ასე რომ ქვეყანა ვითარდება, ქვეყანა წინ მიდის და ამიტომაც პრინციპში ახლა ბევრი ახალი ბიზნესი შეიქმნა, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკაში, რომელთა საქმიანობა არ ჩანს, მაგრამ სამწუხაროდ გამოწვევები ისევ არის, რაც არის მთელი ქვეყნისთვის, იგივე აწუხებს მთელ ქვეყანას, იგივე აწუხებს ბიზნესას, თუ როგორ ქვეყანაში, როგორ საზოგადოებაში უნდა მოგვიწევს ცხოვრება და რამდენად აქვს პერსპექტივა ამ ქვეყანაში არა მხოლოდ ბიზნესის წარმოებად, არამედ ცხოვრებას, განვითარებას და თვითრეალიზაციას, ასევე ეს არის ძალიან დიდი გამოწვევები და ამას უნდა ძალიან სერიოზულად ასე ვთქვათ, ყურადღების მიქცევა. რომ არ გამოგვეცვალოს ხელიდან ის დამოუკიდებლობის თავისუფლება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ასე სისხლით და ბრძოლით. ხედავთ დღეს რაიმე ფორმით ამის რისკებს, საშიშროებას, რომ თავისუფლება შეიძლება რაღაცნაირად გამოგვეცალოს ხელიდან და ვერ გადავარჩინოთ ეს ყველაფერი საზოგადოებამ, ბიზნესმა, ადამიანებმა, რამდენად აქტიურები ვართ მოქალაქეები ბიზნესის რამდენად ისმის და აი ამ ნაწილში დღეს დღევანდელ 2025 წლის 26 მაისს არსებულ მდგომარეობას როგორ უყურებთ? იცით რა, საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, ესეთი საფრთხეები და საშიშროება ყოველთვის არსებობდა რაღაცა ნათელი პერიოდები, რომელიც მე რომელსაც მოყვებოდა პრობლემური. ეხლა ზუსტად ასე გასაყარზე ვართ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა გადავარჩინოთ, საჭიროა სწრაფი სვლა ევროპისკენ, ევროკავშირისკენ, ევროსტრუქტურებისკენ, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც საქართველოს შეუძლია თავი გადაერჩინოს და განვითარდეს შემდეგი ასეულები წლები. ასე რომ ეს არის ახლა მთავარი ამოცანა, როგორ მოახერხებთ ჩვენ აი ამ რთულ გარემოში თავის გატანას და ბუნებრივია ეს არის მხოლოდ გადარჩენა, არამედ ეს არის განვითარების ახალი ეტაპი, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისთვის სიკეთისმომდანი იქნება. საქართველოს ევროპულ გზას არ აქვს არჩევანი ალტერნატივა, ჩვენ ამ გზას უნდა მივყვეთ და ყველამ ერთად თელმა საზოგადოებამ მნიშვნელობა არ აქვს რომ მხარეს არის ეს გავიაზროთ რომ ამოცანა თითოეული მოქალაქე რომელიც უსვამს ჩვენს ქვეყანას უმრავლესობა მოქალაქის რომელიც
უცავს ჩვენს ხელისუფლება იქნება თუ ნებისმიერს, ეს არის გზა ევროპისკენ, იმიტომ რომ ჩვენად ევროპულიერი, ევროპული ადამიანები, ევროპელები ვართ, კულტურით, ყველაფრით წარსულით და ეს უნდა გავაკეთოთ, ეს არის შანსი, რომლის გამოყენება არის თითოეული მოქალაქის ვალდებულება. ქართველი ბიზნესმენები რამდენად არიან დასავლური ფასეულობების მატარებლები, თავისუფლები, რამდენად ესმით რეალურად, რამდენად მნიშვნელოვან დოვლათს ქმნიან და რაზე დგას ეკონომიკა. რამდენად, როდესაც საუბრობთ, რომ ხშირად შეიძლება არის მოდესმავს საუბრობთ, რომ იქ შემთხვევაში თითქოს დამოკიდებულები არიან სახელმწიფოზეც და მაინც ხმამაღლა მათი ხმა არის მის ხოლმე. თუ აქვთ ეს განცდა, რომ რეალურად ისინი ქმნიან ეკონომიკურ დოვლათს, მათი სიტყვა მნიშვნელოვანია და მათ შეუძლიათ უფრო ხმამაღლა და კაფიოთ საკუთარი პოზიციის გაჟღერება. იცით რა, ჩანს უკვე რომ ადამიანები გარდა იმისა, რომ თავის საქმეს აკეთებენ, უბრალოდ ბიზნეს საზოგადოებას, რაც თავის მოსაზრებებსაც აფიქსირებენ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის ყველას გვეკუთვნის და უნებრივია მას ეძღვნა ყველას ვალდებულებაა და ანუ საუბრით და საკუთარი აზრის გამოთქმით ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ეხლა სწორედ ის პერიოდი, როცა ადამიანები მსჯელობენ, კამათობენ, საუბრობენ და რაც მეტი ადამიანი აფიქსირებს თავის მოსაზრებას საქართველოს მომავალთან დაკავშირებით და მე უმეტესობაა, მე რაც მაგ შეხება ბიზნეს საზოგადოების ყველა, რა თქმა უნდა, ევროპული ყაიდის, რა თქმა უნდა, ყველას აქვს სურვილი რომ თავიანთი კომპანიები ზუსტად რომ რაც ევროპული დასავლური სისტემით იმართოს, თუნდაც საბანკო სექტორი ავიღოთ ნებისმიერი მსხვილი კომპანია, ასე რომ არავის არ აქვს სურვილი რაღაც ისე თქვა ჩრდილოური კორუფციული სახელმწიფოს ესე თქვა ნაწილი გახდეს მათი ბიზნეს საქმიანობა, ეს არის უკვე ძალიან შორეული წარსული. ასე რომ ამას წინ არაფერი არ უდგას, ასე რომ საზოგადოება, ბიზნეს საზოგადოება არის მზად იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდეს ევროპულ კულტურასთან, ევროპულ ბიზნეს კულტურასთან და მეტი სარგებელი მოუტანოს ჩვენ ქვეყანას, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა არ დაიცლება ქართველებისგან და მეტი ადამიანი გადაწყვეტს, რომ ამ ქვეყანაში დარჩეს, განვითარდება არა მხოლოდ დედაქალაქი და მეორე ბათუმი, არამედ მთელი რეგიონები განვითარდება და მეტი ადამიანი ასე ვთქვათ, იგრძნობს თავს დაცულად ამ ქვეყანაში და ბიზნეს კლიმატი როგორია ბატონო ამას დღეს საქართველოში, რამდენად არის საშუალება ეკონომიკური აქტივობის ბიზნესებს, რამდენად აქვს სურვილი, რომ თუნდაც ამ მიმდინარე წელს ამ პერიოდში რაღაც დამატებითი ინვესტიციები განახორციელონ, უფრო მეტად განვითარდეს და აი ამ ყველაფრისთვის რა გჭირდებათ, სექტორს რა სჭირდება? საქართველოში ზოგადად ბიზნეს კლიმატი გულისხმობა ბიუროკრატიული კუთხით, თუ თქვა სხვა მართლებრივი კუთხით, ასე შემდეგ ძალიან კარგია და მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ერთადერთი რაც ქმნის პრობლემას ზოგადად ეს არის მუდმივი ტურბულენტულობა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არის, ეს არის პოლიტიკური არასტაბილურობა და ესეთი ადგილზე მართლაც ესეთი სერიოზული ბიზნესები, დასავლური ბიზნესები, რომლებსაც აქვთ ტექნოლოგიას, განათლებას, ცოდნას, მათთვის რა თქმა უნდა ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ კონკურენცია არის ძალიან დიდი საინვესტიციო ბიზნეს კლიმატის კუთხით და საქართველოს ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მეტი დასავლური ინვესტიცია მოვიზიდოთ და არა აღმოსავლური და არა ჩინური, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა დასავლეთი და თითოეული საქართველოს მოქალაქეს უნდა რომ გახდეს დასავლეთის ევროპის ნაწილი. ბატონო თამას, ვინც ახლა იწყებს ბიზნესს, არ ვიცი, ვინც გეგმავს, რას ურჩევდით ასეთ წარმომადგენლებს, ასეთ ადამიანებს, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ შეიქმნას წარმატებული მდგრადი ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში, აი რა იქნებოდა თქვენი რჩევა ახალი თაობისათვის? ხო, რა თქმა უნდა, გაიღონ რისკი, არ შეეშინდეთ და გაიაზრონ ის, რომ გაცილებით უკეთესი პირობებია, ვიდრე თავის ძროზე ჩვენ ვიწყებდით ბიზნეს საქმიანობას, იმიტომ რომ ბევრი შესაძლებლობაა, რა თქმა უნდა, ბევრი კონკურენციაც არის, მაგრამ შენი საკუთარი ცოდნის გამოცდილების, გამოვლინების მწყინვალე შესაძლებლობის ხანა დგას ახლა საქართველოში. თუ ყველაფერს დანარჩენს მოვაგვარებთ რაზეც ვილაპარაკე, მაშინ აყვავების ხანა დადგება ჩვენს ქვეყანაში. კომპანია დიოს გეგმები როგორია მიმდინარე პერიოდისთვის, გეგმოთ თუ არა რაიმე ფორმით ინვესტიციების განხორციელებას, გაფართოებას, გაზრდას და ასე შემდეგ, რამდენად არის დღეს? თუ თქვენს მოლოდინის რეჟიმში ხართ, გეგმები, მემზადებით უფრო მძლავრი, ესე ვთქვათ, ექსპორტის მიმართულებით მუშაობისთვის, თუმცა სამწუხაროდ ლევანდელი წელიწადი იქნება ასე ვთქვათ, ალბათ ისე გაგრძელდება, როგორც ახლა არის, ანუ არის შეფერხება, არის ეკონომიკური ზრდა იქნება, მაგრამ არის ესეთი ტემპით, როგორც წინა წლებში, ასე რომ გვიწევს ადაპტირება
იმაზე რომ ჩვენი მიზანია წელდელი წელი დავხუროთ ასევე როგორც მინიმუმ შარშანდელი მაჩვენებლებით, ასე რომ ჯერჯერობით ეს არის მთავარი ამოცანა და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შევძლებთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის.